მეგობრებო, ხა უნდა გაგიკეთოთ ესეთი გაშლა. წინა ვიდეოზე გითხარით, რომ გავაკეთებ თქო შემდგომ ვიდეოს და აი ეს ზუსტად ის თემატიკა გაგიშვათ თუ არა თქვენმა პარტნიორმა. გაგიშვათ თუ არა. სადმე საზღვარგარეთ დასასვენებლად არ გულისხმობ, საერთოდ მისი ცხოვრებიდან გაგიშვათ თუ არა. ემოციურად გაგიშვათ თუ არა და თუ რამეს აპირებს კიდე ისიც გავიგოთ თუ მოვასწრებ დროში. იმისთვის რომ ვიხდოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა პატარა იდენტიფიკაცია გავაკეთოთ და საერთო გაშლას შეგახსენებთ რომ ყველაფერი არ შეიძლება ძალიან მიზერული პროცენტია რომ ყველა სიტყვა რასაც გეტყვით ყველაზე არ იმოქმედებს რა თქმა უნდა ფაქტია რეალურად რომ შევხედოთ 100 არის მეგობრებო ფანტაზიებში ნუ გადაეშვებით თუ ატყობთ რომ თქვენია გაშლა ბოლომდე უყურეთ და მიიღეთ თუ ატყობთ რომ თქვენი არ არის ბოლომდე უყურეთ, მაგრამ თუ ატყობთ რომ თქვენი არ არის, ნუ მიიღებთ და დეპრესიაშიც ნუ ჩავარდებით, იმიტომ რომ ყველა გაშლა ყველაზე არ იქნება. ნურც დეპრესიაში ჩავარდებით და ნუც შეაფრინდებით. უნდა შეატყოთ ხოლმე იდენტიფიკაციურად და ემოციურად რამდენად თქვენ გეკუთვნით ეს გაშლა. ვინ ხართ თქვენ რომ გავიგოთ ეს გაშლა თქვენია თუ არა ახლა და რამდენად თქვენია და ლაიკებთ. ემოციური თქვენი კომენტარები როგორც ყოველთვის არ დაგეზაროთ და ჩატეთ ენერგოცვლისთვის აუცილებელია. წინა გაშლებიც ხმლის მეფეზე იყო, ეხლაც ისე ხმლის მეფე ამოვიდა. ან ერთი და იგივე ადამიანი ეხლა ჩამოყოლებით ესე მიყვება და უყურებს ჩემ დღევანდელ გაშლებს და ძალიან კარგი მოგესალმებით, ან რაღაცნაირად ერთი და იგივე ენერგეტიკის ხალხზე ამოდის დღევანდელი გაშლები, რომელსაც ვაკეთებ. ხმლის მეფე ეს არის ჰაერისტიკის წარმოადგენელი უპირველესად ტყუპების ასწორი და მერწყულის ნიშანია, როგორც წესი, მაგრამ საერთო გაშლაში შეიძლება რომ არ იყოთ ჰაერის ნიშანი არ არის აუცილებელი. ეს არის ცივი ადამიანი, ეს არის ემოციების განდაცლილი, ძალიან კარგად განვითარებული მენტალური მდგომარეობით. კარგი მოაზროვნე, კარგი ანალიტიკური აზროვნების მქონე ადამიანი, ძალიან კეთილსინდისიერი, პატიოსანი, კანონმორჩილი და კანონზომიერი ადამიანი, საერთოდ უზომოდ და ესე უკანონოდ არავის არაფერს არ მიითვისებს, ჯიბეში არ ჩაიდებს არც ერთ თეთრ სხვისას და პირიქით ამ სამართლიანობისთვის მებრძოლის სტატუსიც კი აქვს თუ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელი არ არის და როგორც წესი ძალიან ხშირად 95% ეს ადამიანები არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, ნებისმიერი სამართალდამცავი ორგანოები აღარ ჩამოთვლი. ასევე არიან ექიმები, ასევე არიან აიტიშნიკები, არიან ასევე შეფპოვრები. ყველა ეს ადამიანი, ვისაც ცივ იარაღთან, ცივ არაღი რა არის, არ ვიცი. ცივ იარაღთან შეხება და სამუშაო რეჟიმი აქვს, მოკლედ რომ გითხრათ. თუ არც ერთი არ გაქვთ ეს არის მაშინ როგორც გითხარით მენტალურად ძალიან განვითარებული ჰაერისტიკის წარმომადგენელი ჩვეულებრივი ასე ვთქვათ თავისი ცივი მენტალური გონებრივი ძალიან კარგად განვითარებული მდგომარეობით რომელიც თავის სუფრაზე აგერ წამომჯდარა ეს პირდაპირ მნიშვნელობით არა ეს არის თავის ემოციური ფონით კმაყოფილია მოკლედ თავის ცხოვრების სტილისტიკით თავის მარტოობით თუნდაც იმითი რომ ამ სუფრაზე მარტოა და შეიძლება რაღაცა პატარა ირონიული და ესეთი გულდაწყვეტილი ღიმილიც კი აქვს მას სახეზე რომ მარტოა მაგრამ მას რაც სჭირდება ფინანსი იქნება სამუშაო რეჟიმი იქნება სმაჭამა იქნება თუ გართობა იქნება თუ დასვენება კარგი მანქანა და კარგი ყველაფერი აქვს საკმარისზე მეტი საკმარისი მაინც როგორც მინიმუმ ამ ადამიანს ის რაც მას სჭირდება და არაფერი არ აკლია მოკლედ თავის ცხოვრების სტილისტიკით ასე თუ ისე კი არა და საკმარისზე მეტად კმაყოფილი არის მინდა გითხრათ მაპატიეთ კაციება ვერ მოვირჩინე მოკლედ კმაყოფილი ხართ როგორც წესი თქვენი ცხოვრების სტილისტიკით სამუშაო რეჟიმით სმაჭამითაც ძალიან ნუ გადაეშვებით სმაჭამაში თორე კილოგრამები მოგემატებათ ეს ერთგვარი ჩემგან რჩევის სახით მიიღეთ რაღაცა კონკურენციაში ხართ იგივე კარტები ამოდის ღმერთო ჩემო აი რა საოცარი სხვა გაშლა და ისევ იგივე კარტები ხუთიან შეძლია ამოდის აქაც აქ არის კონკურენცია ძალიან დიდი აქ არის ბრძოლის უნარიანობა აქ არის ადამიანები ვეშაპები გველეშაპები რა ვიცი ვისთანაც თქვენი ომი და ბრძოლა მიმდინარეობს ეს შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით თქვენი სამუშაო რეჟიმს ეხებოდეს და სულ ომში და სულ ვიღაცასთან კონფლიქტი გიწევთ და საქმის გარჩევა ან კონფლიქტური სიტუაციების დაშოშმინება
არ არის გამორიცხული ორგანოების თანამშრომლებისთვის ეს ჩვეული წესია ერთგვარი სამუშაო ყოველდღიური მათი რაღაცნაირ კონკურენციაში ხართ სულ ბრძოლაში სულ ომში სულ სახიფათო სიტუაციებში მოდი ესე ვთქვათ თუ ორგანოების თანამშრომელი არ ბრძანდებით ეს შეიძლება იყოს სხვა ადამიანებისთვის კონკურენცია თქვენზე კონკურენციაში ჩაბმული მდგომარეობა სამუშაო რეჟიმზე რაღაცა სულ კონფლიქტური სიტუაცია და სულ რაღაცა გაწევ-გამოწევის სიტუაცია, ასევე შეიძლება იყოს ურთიერთობის კონკურენცია, რომელშიც თქვენ ჩაბმული ხართ ახლა და ვიღაცის გულის მოგება გინდათ, ან თქვენზე არის ეს კონკურენცია მაქსიმალური, რომ ბოდიში დაიპოთავენ იმისთვის, რომ თქვენი გული და გონებამ და ყურადღება მიიპყრონ, ასე ვთქვათ. ძალიან სიმპათიური მამაკაცი ხართ, გაშლა ორივე სქესისთვის არის, მაგრამ ამჯერად მამაკაცების ენერგეტიკა ამოდის და ვიტყვი მამაკაცებზე, რატომაც არა, არ დავჩაგროთ ძლიერი სქესის წარმომადგენლები. ფიზიკურად თუ ვიტყვი, ეს არის ძალიან ესეთი სწორი სახის ნაკვთებით წარმოჩენილი პიროვნება, საშუალოზე გაცილებით მაღალი, ცოტა სპორტული აღნაგობის და სერიოზული გამომეტყველებით ძალიან. ასე მომდის და არ არის გამორიცხული რომ შეიძლება მანქანა ყავთ რაღაცა ბრონზის ფერებში, უფრო მოვერცხლისფრო, მოთეთრო, მოსერო, მაგრამ ყველას არ არასაკვირველია, მაგრამ ასეთი პატარა იდენტიფიკაციაც მომდის. თუ ატყობთ რომ თქვენზეა, მაშინ გავიგოთ გაგიშვათ თუ არა ამ ადამიანმა. ვიზეც თქვენ ჩაიფიქრეთ. გაგიშვათ თუ არა თავისი ემოციური, ენერგიული ფონიდან. გულის ტკივილის კარტი. ნახოთ ხა რას გეტყვის. ეშმაკი. დიდ ტანჯვაშია და დიდ მოგონებებშია. არ გაგიშვათ რასაკვირველია. პირველივე გაშვების კითხვას თუ დავსვათ, რომ გაგიშვათ თუ არა, მას დღემდე გულის ტკივილი აქვს. აქ შეიძლება საუბარი იყოს სასიყვარულო სამკუთხედზე, არ არის გამორიცხული სამი ახმალი. ძალიან ხშირ შემთხვევაში მე მიმუშავებს და საერთოდ მე მგონი ყველასთვის ასე მუშაობს, რომ სასიყვარულო სამკუთხედს უდიდეს ნაწილს აჩვენებს სასიყვარულო სამკუთხედს სამი ახმალი. შეიძლება საუბარი სასიყვარულო სამკუთხედზე გვაქვს, რომ მისი მხრიდან არის სასიყვარულო სამკუთხედი, თქვენი მხრიდან ამას აღარ ჩაუღრმავდები. აქ არის გულის ტკივილი ყველა ვარიანტში, თუ სასიყვარულო სამკუთხედს გვერდზე გადავდებთ და ეს სიტუაცია არ გაქვთ, ეს არის გულიში გარჭობილი სამი ხანჯალი, სამი დიდი პრობლემა, შეიძლება სამი ადამიანი, რომელიც პრობლემას გიქმნით ურთიერთობაში და ამ ადამიანთან ურთიერთობაში, არც ეს არ არის გამორიცხული. რაღაცა გულის ტკივილი აქვს, ვერ მოუშუშებია ეს გულის ტკივილი, ადამიანი შეიძლება ჩავარდნილია დეპრესიაში, ემოციურ დისბალანსში, გადავარდნილია უძილობაში, შენთანაც რთულია, მაგრამ შენს გარეშე კიდევ გაცილებით უფრო რთულია, იმიტომ რომ ეშმაკი აწეპებს ადამიანს, აჯაჭვებს ენერგეტიკულად, დღეა თუ ღამეა, ესე იგი სულ გინდა რომ შენზე ფიქრობდეს, სულ გინდა რომ შენ გვერდით იყოს, შენს გარდა არავის არ უღიმოდეს, არავის არ ხვდებოდეს, ეჭვიანობის მაქსიმუმი ტვინში რო გასხავს ისე რომ მარტო ჩემი უნდა იყოს და სხვისი არავისი, გადაშვება ალკოჰოლურ და დაბალ ვიბრაციებში, ესე იგი ყველანაირი დაბალი ვიბრაციების თრობა შეიძლება აქვს ამ პერიოდისთვის ადამიანს და სულდგმულობს, ასე ვთქვათ, და ცოცხლობს იმ მოგონებებით, რომელიც თქვენთან გატარებული თითოეული დღით და წუთით იყო გამოწვეული, ყველაფერს თავიდან იხსენებს, აწონ-დაწონის რეჟიმშია, ბევრს ფიქრობს, უძილობები არ არის გამორიცხული, რომ კონდეს ან სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარეც თუ ღამის თენებები უწევს, ხშირად ღამის პერიოდებში აქვს განსაკუთრებით მოჭარბებულია ესე ფიქრი ამ თემასთან დაკავშირებით, რომ რა ეშველება ძალიან რთულ მდგომარეობაში არ გაგიშვათ რასაკვირველია, იმოქმედებს თუ არა, მოდი უახლოეს პერიოდში თქვენთან მიმართებაში შეეცდება თუ არა გამოსწორება სიტუაციის. თასის დედოფალი ამოდის
მეუბნება რომ ჩემი საყვარელი ქალიაო, ძალიან ემპათიური და ძალიან გრძნობი არისო, ვიცი რომ მასაც უჭირავს თასი ჩემთან მიმართებაში და გრძნობებით სავსეაო, ამას მეუბნება, შეიძლება წყლის სტიქიას წარმოადგენთ, ესეც არ არის გამორიცხული, რაღაც პერიოდი თავის ჩადებულ დათესილის მოლოდინის რეჟიმში იქნება, მაგრამ თუ ვიტყვით იმოქმედებს თუ არა, მზით უეჭველი იმოქმედებს ნამდვილად. ეს იქნება სავარაუდოდ ნელა, მაგრამ მყარად მიიღეთ.